როცა აბაზანის დიზაინს ვარჩევთ, ყველაზე ნაკლებ ყურადღებას მგონია, რომ უთმობთ ნიჟარას. ყველაზე დიდ ყურადღებას კი ფილების არჩევას განათებას ცალკეს. არა და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ნიჟარა ყოველდღიურობაში ძალიან დიდ როლს ასრულებს და წარმოიდგინეთ, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ყოველდღე გარკვეულ რიტუალს ვატარებთ. ჯაუკეთში რომ მოხვალთ, იმდენი არჩევანი დაგხვდებათ, იმხელა მრავალფეროვანი, რომ პრაქტიკულად იბნევით და ფიქრობთ, როგორი ნიჟარა გნებავთ. დღეს უკვე უამრავი ტიპის ნიჟარა არსებობს, ტრადიციული კონსოლის ტიპის, ზედაპირზე დასასმელი ჩააშენებელი, მოპირკეთებული და ასე შემდეგ. გამი ნიჟარები ბოლო წლებში ძალიან ტრენდულია, რადგან გვაქვს მრავალფეროვნება მისი ფორმის, ფერის მიხედვით. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აუცილებელია სწორი სიმაღლე შევარჩიოთ, რადგან არ იყოს ზედმეტად მაღალი ან არაპრაქტიკული და ზედმეტად დაბალი. ჩასჩენებელ ნიჟარას რაც შეეხება, არის ჩემი აზრით ვიზუალურად ესთეტიური, ერთიანი ზედაპირია და მოსავლელადაც ძალიან პრაქტიკულია. არსებობს ესეთი კონსოლის ტიპის ნიჟარების, მე მაგალითად რაღაცა იტალიურ ესთეტიკას მაგონებს. თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ მოგწონთ ის? რამდენიმე აუცილებელი მომენტია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ ნიჟარის შერჩევისას. ეს არის მისი ფორმა, ასევე ზომა მასშტაბის მიხედვით, რამდენად დიდი არის, ან რამდენად პატარა არის თქვენი სველი წერტილი. ზოგადად იცოდეთ, რომ სველ წერტილში არ არსებობს რაიმე პატარა დეტალი, ყველა დეტალს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ მოგწონდეთ და თქვენ აბაზანაში თავს გრძნობდეთ კომფორტულად. ჯაუკენი ამაში ნამდვილად ხელს შეგიწყობთ, რადგან აქ რომ მოხვალთ, დარწმუნდებით, რომ ყველაფერია, რაც კი ოდესმე თქვენ ფანტაზიას წარმოუდგენია. მეტი ესეთი ვიდეოსთვის კი აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდით და დამიწერეთ კომენტარებში თქვენ როგორ ხელსაბანს ანიჭებთ უპირატესობას.